Bismillah, alhamdulillah, ala rasulina, Muhammad, amma ba'd. Assalamu alaikum, მოგესალმებით ძვირფასო მორწმუნეებო. ძალიან ბევრჯერ ხშირად გვსმენია ლოცვასთან დაკავშირებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის. ზოგჯერ გაგვიფიქრია, რომ თუ რა არის ლოცვა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. როდესაც უზენაეს ალლაჰმა Muhammad sallallahu alayhi wa sallam Allahის სალამი და მშვიდობა იყოს მასზე თავარ ანგელოს ჯებრაილ ალეისალამის მეშვეობით შუამდგომლობით ყველა ღვთისმსახურება როდესაც დედამიწაზე ამცნობა და აცოდინა მოულინა ამ ღვთისმსახურებებიდან ერთ-ერთი ისეთი ღვთისმსახურება არის რომელიც რომ თვით უზენაეს ალლაჰმა ძვირფასი შუამოვა sallallahu alayhi wa sallam თავისთან მიიპატიჟა და საჩუქრად გადასცა. ჩვენ ვიცით, რომ მირაჯის ღამეს, როდესაც შუამოვა sallallahu alayhi wa sallam ალლაჰის წინაშე ამაღლდა, იქ საჩუქრად ერთ-ერთი ღვთისმსახურება გადაეცა ჯებრაილ ალეისალამის შუამდგომლობის გარეშე ეს არის ლოცვა. აქედან უნდა ხვდებოდეთ, რომ ლოცვა რაოდენ ძვირფასი არის. ძვირფასი შუამოვა sallallahu alayhi wa sallam ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს, რომ პარასკევის ლოცვა, რომელი ადამიანი უმიზეზოდ სამჯერ მიატოვებს, არილოცებს, უზენაესი ალლაჰი იმ ადამიანის გულს, რწმენას, იმანს დალოქავს. რაოდენ მნიშვნელოვანი არის პარასკევის ლოცვა, მაგრამ როდესაც ადამიანი გზავრობაში არის, პარასკევის ლოცვა სავალდებულო არ არის, მაგრამ დღეში 5 ჯერ ლოცვა სავალდებულო არის. სტუმრისთვის პარასკევის ლოცვა სავალდებულო არ არის, მაგრამ დღეში 5 ჯერ ლოცვა სავალდებულო არის. ავადმყოფისთვის პარასკევის ლოცვა სავალდებულო არ არის, მაგრამ დღეში 5 ჯერ ლოცვა სავალდებულო არის. პატიმრისთვის პარასკევის ლოცვა სავალდებულო არ არის, მაგრამ დღეში 5 ჯერ ლოცვა სავალდებულო არის. ბევრი საქმე ვისაც აქვს, ვინც ახალგაზრდა არის და ვისაც გულის სუფთა აქვს, ყველასათვის დღეში 5 ჯერ ლოცვა სავალდებულო არის. რადგან ლოცვა ალლაჰის ბრძანების შესრულება არის, ლოცვა მსახურების დამტკიცება არის, ლოცვა ალლაჰთან საუბარი არის, ლოცვა ალლაჰთან შეხვედრა არის, ლოცვა ალლაჰის წინაშე პირობის დადება არის, ლოცვა ალლაჰისკენ წასვლა არის, ლოცვა ალლაჰთან დაკავშირება არის, ლოცვა რწმენის გამოაშკარავება არის, ლოცვა რწმენის ბოძი არის, ლოცვა ჰიჯრეთი არის, ლოცვა მი'რაჯი ამაღლება არის, ლოცვა დედამიწაზე სილამაზე არის, სიკვდილი ხან დამხმარე არის, საფლავში მეგზური არის, განკითხვის დღეს გადამრჩენი არის, ლოცვა სამოთხის გასაღები არის, ლოცვა ყველა ღვთისმსახურების მიღების ერთ-ერთი საშუალება არის. ამ ლოცვაში ეშმაკთან ბრძოლა არის, ლოცვაში ყურანი არის, კითხვა არის, სეჯდე არის, ფეხზე მდგომიარე ღვთისმსახურება არის, წელში მოხრით ღვთისმსახურება არის, ჯდომიარე ღვთისმსახურება არის ძვირფასო მორწმუნეებო. ლოცვაში ქებადიდება არის, ლოცვაში მადლიერება არის, ლოცვაში ქელიმეი შეჰადეთი არის, ლოცვაში სხეულით და გულით შესრულებული ღვთისმსახურება არის ძვირფასო მორწმუნეებო. ლოცვაში ფარძები არის, ვაჯიბები არის, სუნნეთები არის. ამიტომ აბდულლა იბნ უმერ გადმოგცემს, რომ ლოცვა ეს ისეთი ღვთისმსახურება არის, რომ მთელი დედამიწა და მათ დედამიწაში არსებული რაც რომ არის, რომ მოცენ ერთი ლოცვის მადლში არ გავცლი. რადგან როდესაც ადამიანი ალლაჰის კმაყოფილებისთვის ფეხზე ყიამზე დადგება, რამდენ დედამიწაზე რამდენი ხეებიც არის, რამდენი მთებიც არის და მათი გაკეთებული ზიქრის, ალლაჰის ხსენების მადლის მეწილედ ხდის. როდესაც ადამიანის წელში მოიხრება დედამიწაზე რამდენი 4 ფეხა ცხოველიც არის, მათი გაკეთებული ზიქრის მადლის მეწილედ ხდის.
როდესაც სეჯდეზე მიდის ადამიანი, რამდენი ქვეწარმავალი და წყალში თევზი არის, მათი გაკეთებული ზიქრის მადლის მეწილედ ხდის. ასეთი ძვირფასი რამ არის ლოცვა ძვირფასი მორწმუნეობა. ლოცვა ჩვენთვის მესიჯი არის. დილის ლოცვა დაბადებას გვასწავლის. შუადღის ლოცვა ახალგაზრდობა. იქინდის ლოცვა სიბერეში შესვლის. მოხუცობის ნიშანი არის. ახშალამაზის ლოცვა გარდაცვალებისა. იასის ლოცვა ჯანაზა ნამაზის და საფლავის ცხოვრების მოგვასწავლის ძვირფასი მორწმუნეობა. როდესაც ლოცვაში ჩვენ ფეხზე ვდგებით ყიამზე, ამ დროს უნდა წარმოვიდგინოთ, რომ განკითხვის დღეს ალლაჰის წინაშე უნდა წავსდგეთ და პასუხი უნდა ვაგოთ. როდესაც წელში მოვიხრებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ალლაჰის წინაშე წარსდგომა და იმ პასუხისმგებლობა რაოდენ მძიმე იქნება. როდესაც სეჯდეზე წავალთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეების დანაშაულები რაოდენ მძიმე იქნება. როდესაც სალამს ვაძლევთ მარჯვენა და მარცხენა მხარეზე, ამას გვასწავლის, რომ მარჯვენა და მარცხენა მხრიდან დახმარების მოლოდინში უნდა ვიყოთ. მაგრამ როდესაც ხელებს აღვაპყრობთ და ალლას შევევედრებით, ია რაბი, შენს გარდა დამხმარე არავინ არ არის, ამას მოგვასწავლის ძვირფასო მორწმუნეობა. თუ შენს რწმენას დღეს ალლაჰის წინაშე ვერ მიჰყავ ხარ, ხვალ განკითხვის დღეს ალლაჰის წინაშე წარსდგომის პირი არ გვექნება ძვირფასო მორწმუნეობა. თუ დღეს შენ რწმენას ლოცვამდე ვერ მიჰყავ ხარ, მაშინ განკითხვის დღეს 60-ში ვერ შეგიყვანს. თუ შენს სხეულს ეძნელება ლოცვის შესრულება, მაშინ ცოდვებს ადვილად ჩაიდენს ძვირფასო მორწმუნეობა. სურა მუდესირში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რომ მასალეკუქუმ ფი საყარ, ჯოჯოხეთის მკვიდრნი შეეკითხებიან, რომ რა გახდა მასალეკუქუმ ფი საყარ, რა გახდა მიზეზი, რომ თქვენ საყარის წოდებულ ადგილში მოხვდით. ჯოჯოხეთში არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც რომ საყარი ეწოდება. ყალუ მათ უპასუხეს ლემ ნეკუ მინალ მუსალლინ, ჩვენ ლოცველების რიგებში არ ვიყავით. პირველი მიზეზი იმისა, რომ იმ ადგილში მოხვდნენ ჯოჯოხეთში, ერთ-ერთი მიზეზი რა არის? ლოცვის არ შესრულება ძვირფასო მორწმუნეობა. ეს სხეული ჩვენთვის ფასდაუდებელი არის. უზენაესმა ალლაჰმა ჩვენ ამანათად მოგცათ. უზენაესი ალლაჰ თალა აიათებში ბრძანებს, რომ ინნალლაჰა აშტარა მინალ მუმინინა ანფუსაკუმ ვა ამვალაკუმ ბიანნა ლაჰუმულ ჯანნა. უეჭველად უზენაეს ალლაჰ თალა იყიდა მუმინებისთვის, მორწმუნეებისთვის სურს ყიდვა რა? თავიანთი სული და ქონება რის სანაცვლოდ? ჯენნეთი, 60 სანაცვლოდ. ეს სხეული ჩვენ არ გვეკუთვნის. ალლაჰ თალა არის ამის პატრონი. ალლაჰ თალა არ გვაიძულებს. გველოდება, გვიცდის, რომ როდის დავდებთ, როგორც ვთქვათ, ხელშეკრულებას ალლაჰის წინაშე. ნუ თუ ალლაჰზე უკეთესი მყიდველი ვინმე გვეგულება, ამიტომ ჩვენ სხეულს იაფში რამეებში ნუ გავცლით. როდესაც უზენაესი ალლაჰ თალა გვპირდება მუდმივ სამყოფელ 60-ს და 60-ში არსებულ უსაზღრო წყალობებს. ამიტომ ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენ სხეულს იაფად ნუ გავყიდით. ალლას მივყიდოთ. წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ხშირად ამბობენ, რომ მე არ ვლოცულობ, თითქოს ამით ამაყობენ. პირიქით, უნდა ვტიროდეთ იმისთვის, რომ ნუ თუ რა ჩავიდინე ისეთი შეცდომა, ისეთი ცოდვა, რომ უზენაესი ალლაჰი თავის წინაშე არ მღებულობს. სატირალი უნდა ჰქონდეს, ცრემლი უნდა დავღვაროთ, თვეობები უნდა გავაკეთოთ. პატიება უნდა შევსხოვოთ უზენაეს ალლაჰს, რომ ია რაბი, მაპატიე ის შეცდომა, ის დანაშაულე, რომელიც მიზეზი გახდა, რომ შენს წინაშე ვერ არ მღებულობ. ამიტომ ძვირფასო მორწმუნეებო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დავივიწყოთ, რომ 60 ლოცვის გარეშე არ არსებობს. უზენაესმა ალლაჰმა წარსულში ჩადენილი შეცდომები, ნაკლონებები გვაპატიოს. უზენაესმა ალლაჰმა მის დადგენილი ჭეშმარიტ გზიდან არ აგვაშოროს და ლოცველების რიგებიდან გვამყოფოს, ინშალლა. ვალჰამდულილლაჰი რაბილ